გამარჯობათ. დღეს ნახოთ, მოდით ესეთი გაშლა სახელწოდებით კონკრეტული ადამიანი ნანობს თუ არა თავის აქციებს. ნახოთ, რა სიტუაციები არის. ნანობს თუ არა არსებული ადამიანი თავის აქციებს. ეს ვიდეო არის მათთვის, ვისაც შეხვდება. აქ ვიტყოდი, რომ კი აქვს სინანულის მდგომარეობა, იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ ცუდად მისდის სიტუაციები და თავზე ენგრევა პირდაპირ მნიშვნელობით ყველაფერი, გარშემოყოფებთან მიმართებაშიც არეული აქვს სიტუაციები, ცდილობს მაქსიმალურად საზოგადოების თვალში გამოჩნდეს, რომ ყველაფერი დალაგებულია, ყველაფერი კარგად აქვს, მაგრამ სიტუაციურად იმაზე უფრო მეტად არის, ასე თქვა, პრობლემურ თემებში, ვიდრე შეიძლება რომ თქვენ წარმოიდგენდეთ. შესაბამისად, რომ ფიქრობს, რომ რა არის ამისი მიზეზი და რის გამო შეიძლება ესე იყოს, ბოლო ფიქრი და ბოლო აზრი პირდაპირ მნიშვნელობით მოდის თქვენთან. რეალურად ეს ადამიანი ნანობს თავის აქციებს იქიდან გამომდინარე, რომ მას ეხლა ყველაფერი მისდის ცუდად. ვერ ვიტყოდი, იმიტომ აქვს სინანულის თემა, რომ თქვენთან მიმართებაში რაიმე გაიაზრა თქო. არა, აქ უფრო მეტად არის ეგოისტური დამოკიდებულება, როდესაც ადამიანი საკუთარი თავის გადარჩენას და ტყავის გადარჩენას ცდილობს სიტუაციურად პირდაპირ მნიშვნელობით. ფიქრობს ეს ადამიანი თუ არა, რომ თუ კი ასე თქვათ, ან ბოდიშს მოგიხდით, ან რაიმე კუთხით აღიარებს იმას, რომ დამნაშავე არის, გაუვლის ეს ყველაფერი პრობლემების სიტუაცია. ხო, ანუ ფიქრობს, რომ თუ კი რაღაცა მომენტში ამ ბოდიში მოგიხადათ, ან რაღაც მომენტში აღიარა საკმაოდ თავთავ, შეიძლება მტყუანი იყოს, ყველაფერი თითქოს ცხოვრებისეულად დაულაგდება, მაგრამ რეალურად ეს ნამდვილად ასე იქნება თუ არა მის ცხოვრებაში. აქ უკვე სამყაროს კანონები არის ჩართული, აქ უკვე თქვენზე არის დამოკიდებული მას აპატიებთ თუ არა, ასე თქვათ, იმ შეცდომებს, იმ სიტუაციებს, რაც გაგიკეთა ცხოვრებისეულად, მაგრამ მთლიანობაში მაინც ყველაფრის მიუხედავად ის სასჯელი, რასაც იმსახურებს და რაც უნდა იყოს მის ცხოვრებაში, ისედაც იქნება სიტუაციურად, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი მფარველობა ამოდის თქვენი მხრიდან, რასაც მიჩვენებს, ანუ საკმაოდ ძლიერი მფარველობა გაქვთ. სინანულის თემა აქვს მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარი სიტუაციებში არის გაჭედილი, აქვს პრობლემური მდგომარეობა, თავზე ენგრევა ყველაფერი და საკუთარი თავის გადარჩენა უნდა. ძირითადად ეს ყველაფერი მაინც მატერიალურ საკითხებს ეხება, საკმაოდ მძიმე დარტყმებს ღებულობს კარმულად მატერიალურ თემებში.